აქ შემიშალება. გამარჯობათ მოგესალმებით. მე ვარ ლაშა შველიძე, 19 წლის. ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე. ცხოვრობ თბილისში. დავიბადი, ვარ სტუდენტი. მაგრამ ძირითადად ჩემი დრო და ჩემი საქმიანობა არის მუსიკა. მიყვარს ძალიან ქართული ხალხური საკრავები, ასევე სიმღერები. ვარ ასე ვთქვათ, მარტო, იმიტომ რომ არ ყავს მეუღლე, არ შეყვარებული სხვათა შორის. მინდა რომ ხალხმა გაიცნოს ჩემი ანსამბლი, დაინახოს თუ რით ვართ ჩვენ დაკავებულები, რას ვაკეთებთ. და აგრეთვე ჩვენი, არა მარტო ჩემი, არამედ ჩემი ანსამბლის წევრების მიზანი არის რომ
ჩვენი მიზანია ეს ხელოვნება, რასაც ქვია ქართული ხალხური საკრავები და სიმღერები, გადაეცეს ჩვენს თავმოყრობას და რაც თავარია არ დამახინჯდეს. ამჟამად ჩვენ ვაკეთებთ ახალ სიმღერებს, შეიძლება ახალი ჟანრი შემოვიტანოთ, რაც მე მგონი გამარჯვებს ჩემი დასწრება არის ჩემი ანსამბლი, რომლის გარეშეც მე სიმართლე გითხრათ ვიქნებოდი სულ სხვა ადამიანი, იმიტომ რომ ამასამში არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც მე 2 წლის განმავლობაში ისე დავუახლოვდი, ისე გავუგლე, რომ ჩვენ არა მარტო ანსამბლის წევრები ვართ და მეგობრები ვართ, არამედ ერთმანეთს როგორც ძმებს, როგორც სისხლს და ხორცს ისე ვუყურებთ და ისე ვერცებთ. და რავი, მათ გარეშე ამჟამად ვიქნებოდი აბსოლუტურად განსხვავებული ლაშეშვრებით. ესე იგი, ვარ ანსამბლ ქართველოში, ამასამში ვუკრავ ძირითადად ბას-ფანკზე, შიგადაში ვუკრავ სალამურზე, ასევე გარმოშკაზე და მღერი ბანს. მოგხსენებათ, რომ ანსამბლის რამდენიმე წევრი წერს სიმღერებს. აგრეთვე გსურს გავაცოცხლოთ ძველი ხალხური სიმღერები და ეს ყველაფერი მოვასწრებთ ჩვენს მაყურებელს არა მარტო საქართველოში, გადაღებას და ვინმეს მიბაძვებს და ეგეთ რაღაცებს არ ვაკეთებთ. თუ ვაკეთებთ სიმღერას, ვაკეთებთ ჩვენით, ანუ ყველას თავისი აზრი გააჩნია, ახალი იდეებია, ამ ყველაფერს ერთმანეთს უყრით თავს და რაც კარგია და რაც გამოადგება ჩვენ საქმეს, იმას ვტოვებთ. ნუ რა თქმა უნდა, შეიძლება რაღაც გავაკეთოთ მელოდიები, რომელიც შეიძლება სხვა სიმღერას გავლეს, მაგრამ მოგხსენებათ რაღაც არის ჟანრები, სადაც ყველა სიმღერა ერთმანეთს გავს, ანუ მელოდიურად. ეგ ჩვეულებრივი მომენტია. მაგრამ გვაქვს ისეთი მელოდიებიც, ასე ვთქვათ, რომელიც არის სრულიად განსხვავებული, ანუ არც ერთ სიმღერას და არც ერთ მელოდიას საერთოდ არ აქვს. ასე რომ, გამარჯობათ, მე ვარ გიორგი ცაგარეიშვილი, 21 წლის, ცხოვრობ თბილისში. გამარჯობათ, მე ვარ გიორგი ცაგარეიშვილი, 21 წლის, ცხოვრობ თბილისში, დავიბადე თბილისში. წარმოშობით ვარ იმერეთიდან, მაგრამ ჩემი გვარი მოდის სვანეთიდან, დევდარიანების შთამომავლები ვართ. პატარაობიდანვე მეძახოდნენ ცაგოს, გვარიდან გამომდინარე და უკვე დაახლოებით 18 წელია ყველა ცაგოთი მიცნობს. ხო, რაც შეეხება ჩემს პიროვნებას. ვსწავლობ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეოთხე კურსზე ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე და ვარ მრავალშვილიანი მამა. თუ რატომ ამას აგიხსნით მე? სიარა როგორც წეგანახსენე, ვარ მრავალშვილიანი მამა, სულ რაღაც 21 შვილი მყავს. ანუ 21 ინსტრუმენტი მაქვს სახლში. ჩამოთვლა რომ დავიწყო ძალიან დიდი ხანი გავგზავნები, მაგრამ ძალიან ბევრი ინსტრუმენტი მაქვს დასამატებელი, კიდევ ასე თუ ისე ქართული ხალხური ინსტრუმენტები მჭირდება. მიყვარს ეს საქმე და ყოველთვის თუ კი სადმე რამე ინსტრუმენტი ვნახე, რომელიც გადაგდებისთვის არის განწირული, ყოველთვის ვიბრძვი იმისთვის მოსაპოვებლად მე სახლში ხელს შევავლებ და რაღაც გამომყავს ხოლმე. ჩემი ოცნება არის ისევ ხელოვნების გარშემო ძალიან მინდა რომ ჩვენ ანსამბლ ქართველო მივახციოთ დიდ შედეგებს გაგვიცნოს საქართველომ, არა მარტო საქართველომ, მაგრამ პირველ რიგში მაინც ქართული მსმენელია ჩვენთვის თავარი და მნიშვნელოვანი. დაგვაფასონ თუ ღირსები ვიქნებით და ჩვენ ყველანაირად ვეცდებით რომ საქმე ისე გავაკეთოთ, რომ მათი მოწონება დავიმსახუროთ. რამდენიმე ხნის წინ ჩვენ მონაწილეობდით პროექტ ნიჭიერში. პირველი ტური გავიარეთ ნახევარფინალში, ვიყავით, მაგრამ ვეღარ გადავედით და რაღაც მომენტში ეს უფრო ისე რომ ვთქვათ, უკან დაგვწია საქმის და მიმართ. ცოტა განწყობა გაგვიფუჭდა, ზოგჯერ მიფიქრია რომ გული საყრა და მაგრამ ყველაზე კარგი შთაბეჭდილება იმაზე დამჭა, რომ ანსამბლში ბიჭები ერთად დავსხედით, დავილაპარაკეთ და ორმაგი ძალებით შევდექით საქმის კეთებას, უფრო მეტად მონდომებულები ვართ, უფრო წინ ვიხედებით მოყვარულის დონეზე უკრავ 9 ინსტრუმენტზე. მაგრამ ანსამბლში ძირითადად ვიყენებ ჩემბეს, ჭიბონს, ზოგჯერ ბას-ფანდურს და იმედია ახალ ინსტრუმენტსაც დავიმატებთ ჩონგურს და მე დავუკრავ ჩონგურზე.
ასამბლე ქართულო 2 წელია რაც ჩამოყალიბდა და ავარსებობთ, ვაკეთებთ ჩვენ საყვარელ საქმეს. ხშირად ვართ კონცერტებზე, საქველმოქმედო კონცერტებზეც ყოფილ ვართ და ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს, როდესაც პატარა ბავშვებს ვეხმარებით. იმედი მაქვს, რომ ცხოვრების ბოლომდე დავჭები ასამბლე ქართულოში, იმიტომ რომ ასამბლე ქართულოს გარეშე არ ვიქნები ის პიროვნება, რაც ეხლა ვარ, მაგრამ თუ ასამბლე ქართულო არ მოყოლება, საერთოდ არავინ არ იქნება. ერთი ძლიერი გუნდი ვართ, რომელიც გვაქვს. ეხლა ვაპირებთ ბულგარეთში წასვლას, გვაქვს კონცერტი, 5-დღიანი საზღვარგარეთ გასვლა არის. როგორც კი ჩამოვალთ ბულგარეთიდან, მივიწყებთ სერიოზულ მუშაობას იმისთვის, რომ გავაკეთოთ სოლო კონცერტი და კიდევ ერთი ლამაზი საღამო შევთავაზოთ მაყურებელს. სოლო კონცერტზე მოკლე შინაარსს გაგიკეთებთ, მოკლედ გაგაცნობთ, რას ვაპირებთ. ვაპირებთ ძველი ხალხური სიმღერების გაცნობას, ამოღებას ისეთი, რომელიც ბევრმა არ იცის, ბევრი გაშგერებული არ არის, იმ ნომრების გატანას, რომლებიც ჩვენ გავაკეთეთ და კიდევ ქალაქური სიმღერების გატანას, რომლებიც ძალიან პოპულარული იყო, არის და იმედი მაქვს პირველ რიგში ვარ ქართველი, მიყვარს ქართული ყველაფერი რაც არის და ვცდილობ იმით, რასაც ვაკეთებ, არ დავავიწყო ქართულ ხალხს, ქართული სიამაყე, ქართული ტრადიცია. გადავწერ შთამომავლობას, ის რაც გამაჩნია და რასაც შევიძე.
გოგონა უნდა დაისვა, თვალებში ჩახედოდა უნგრე. მე მინდა გიგურო მაგლამას თვალებში მინდა რომ გიგურო გიგურო შენ და მე გავები იმ ლამას ხეივა სონადი ხეივას რომ შევდი მე მაინც მოგდებდი მე მაინც გიბოვი მე ისევ მოგდებდი გიბოვი შენ და მე გავები იმ ლამას ხეივას სონადი ხეივას რომ შევდი დაღამებულ ხარ ჩემო ამბრილო წასულ ხარ ჩემო ხინო ლამის უხილმა გამინაპირო შემომაშველე დავინო აცლის ფერი თვალები მწვავე აღარც ოცნება გალობს რა დაგიშავე აცლის ფერი თვალები მწვავე აღარც ოცნება გალობს რა დაგიშავე აცლის ფერი თვალები მწვავე აღარც ოცნება გალობს რა დაგიშავე სიყვარული განახშირად ერთხელ მოვა ჩვენთან იგი დაგვიდება ძალზე ძვირი გარეგა თუ არ გაუთხრედით დაგვიდება ძალზე ძვირი გარეგა თუ არ გაუთხრედით ზავაღარა დაბრუნდება ფაქიზია მე და დიდი დაგვიდება ძალზე ძვირი გარეგა თუ არ გაუთხრედით ზავაღარა დაბრუნდება ფაქიზია მე და დიდი გავიგებო გათხოვილ ხარწნებმა დამთვალთვალთაუნე ასი ადრე რა დამომრიკა სიღმათვილესი ჯაბუკე ძალიან დამყვაი ასე რატომ გამიმედე ასე რატომ გადამბუგე ომისოდი რომ მიყვარდი რადამუბე ასე რატომ გამიმედე ასე რატომ გადამბუგე ომისოდი რომ მიყვარდი რადამუბე ომისოდი
სიზმარი ვიდრე გამიქრება რომ პირველი სიყვარული მაჯარია დავიდება ასე გმირი არასოდეს არ იქნება რომ პირველი სიყვარული მაჯარია დავიდება ასე გმირი არასოდეს არ იქნება